ორგანიზაცია მე ახლა წარმოვადგენ ამჟამად თვითმფრინავი მოქალაქის პოზიციაში ვარ რა, ანუ მე არასამთავრობოს ორ არასამთავრობოში მოღვაწეობ, მაგრამ ამჯერად არც ერთგან რიგითი მოქალაქე ვარ, ხო თქვა ბატონმა პრემიერმა, რომ საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდეს და გავაქტიურდეთ. კი ბატონო. დავიწყოთ ხომ? მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის თემაა City Park-ის ტერორი, რომელიც მომდინარეობს აგრეთვე 2007 წლიდან და რომელთაც ტერორდება ქალაქ თბილისის მოსახლეობა და არა მხოლოდ ქალაქ თბილისის. 2007 წლიდან ქალაქ თბილისის მერია კომპანია City Park 15 წლიანი იჯარით გადასცა ავტოსატრაპოსო პარკირების სფეროს მართვის უფლება. ერთი წლის ეს თანხა პარკირების თანხა განისაზღვრა 25 ლარით ყოველწლიური გადასახადით. ერთი წლის თავზე ეს თანხა გაორმაგდა და შეადგინა 50 ლარი. 2007 წლიდან City Park-ის მხრიდან მოქალაქეთა ავტომობილებზე მიმდინარეობს ყაჩაღური ნადირობა. გარდა სამართალდარღვევთა მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციებისა, City Park-ს ფარულად გადაყავს მოქალაქეთა ავტომობილები სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე. რითაც მოქალაქეები განიცდიან მატერიალურ და მორალურ ზიანს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ავტომობილის დაზიანების შემთხვევები აი ამ გადაყვანის პროცესში. პირადად მეც და ბატონ ჯოინს დავზარავდით. და ვისაც ეს თავის თავზე გამოუცდია, ჯერის როგორია გამოდიხარ და ავტომობილი არ ხვდება. 1000 რამეს წარმოვიდგინე, ხო? გარდა ამისა, პირადად ჩემი ავტომობილიც დაზიანდა გადაყვანის პროცესში. უამრავი შემთხვევებია, Audi Sense-ში არის რამოდენიმე ახალშესული ავტომობილი, ცენტრიდან გაყვანილი, რომელსაც დაუზიანდა ნაწილები. Range Rover-ის ჯიპებს უზიანდებათ, იმიტომ რომ მათ ამორტიზატორები რაღაც ბალიშები აქვს, რომელიც წკდება და დაახლოებით 1200 ლარამდე ჯდება. აი, გადავწყვიტეთ, რომ დავწერეთ საკანონმდებლო ინიციატივა სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხში შევაცვლილებები, რის შედეგადაც City Park-ს აეკრძალება ეს ყაჩაღური ნადირობა მოქალაქეთა ავტომობილებზე. და სპეციალურ ეგეთქვით მოგახსენეთ, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანას გადაწყვეტილებას მიიღებს აი ამ ცვლილებების შედეგად მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ავტომობილი რეალურად საფრთხეს შეუქმნის მოძრაობას. ჩვენ ამ კანონპროექტს უახლოეს მომავალში მივაწვდით, უკვე არის მოლაპარაკება დაწყებული პარლამენტის წევრებთან. არის ქართული ოცნების დეპუტატები, ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ თუ რომელი, მოგვიანებით გაცნობებთ. და საზაფხულო სესიაზე ამ ცვლილებას კანონპროექტის სახით პარლამენტი განიხილავს. ეხლა ბატონი როინი მოგახსენებთ, ბატონმა როინმა უჩივლა, ალბათ საზოგადოებამ იცის ამის შესახებ City Park-ს და სხვათა შორის ბატონ როინთან ერთად კიდევ რამოდენიმე პიროვნება იჩივლა და ყველა სარჩელი დაგმაყოფილდა. იმ მოტივით, რომ მათ არ ჰქონდათ ავტომობილების გადაყვანის უფლება. ეხლა ბატონი როინი მოგახსენებთ იურიდიული კუთხით. მოგესალმებით, რა თქმა უნდა. საინტერესო იყო სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობაში არის ხარვეზები და კანონმდებლობა სრულყოფილად არ გადმოსცემს იმის შესაძლებლობა საერთოდ უფლება მოვალეობებს არასწორად ანაწილებს და საერთოდ გაურკვეველი აქვს თუ არა საერთოდ City Park-ს იმის უფლება ხელი მოკიდოს სხვის ქონება სხვის ავტომობილზე გადაიყვანოს. ამისათვის სწორედ ამისკენ არის გამიზნული, რომ მომზადდეს კანონპროექტი, სადაც სალსახად იქნება ეს ყველაფერი გარკვეული, ანუ კომპეტენციების გამიჯვნა, უფლება მომოცილება და ასე შემდეგ. რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, ბუნებრივია, ცხადია, რომ დიდი პრაქტიკა არ იქნებოდა, ანუ რამდენიმე ერთეული შემთხვევა, როდესაც დაზარალებულმა პირებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაშიც მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც უბრალოდ არ დაუშვა ის, რომ მისი ჩემი კუთვნილი
ქონება, ჩემი კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ესე უაპელაციოდ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაცულ ავტოსადგომზე და პლუს ამისათვის მე გადამახდეინის გარკვეული თანხა. სწორედ ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივმართე სასამართლოს, ასე ვთქვათ, შევისწავლე სამართლებრივი საფუძვლები და აღმოვაჩინე და კანონმდებლობაშთან ეს გარკვეულწილად იკვეთება, რომ City Park-ს საერთოდ არ აქვს არც ერთი მანქანის ხელისხლების უფლება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანა არ ღვევს პარკირების წესს. შეიძლება საკამათო და სადავო იყოს საკითხი, როდესაც ავტომანქანა ხელს უშლის ან აფერხებს მოძრაობას, თუმცა ამ შემთხვევაში თუ სწორად განმარტავთ კანონს, ნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ აქვს City Park-ს არსებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით City Park-ს საერთოდ არ აქვს ავტომანქანის ხელისხლების უფლება. აქედან გამომდინარე, როდესაც მე სამართლებრივად შევისწავლე, შესაბამისად ვუჩივლე City Park-ს სასამართლოში და პირველ ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ჩემი არგუმენტები, იქ ქონდა კიდე დამატებითი არგუმენტი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის, რომ City Park-ს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე არ აქვს ავტომანქანების გადაყვანის უფლება. ბატონო ნიკასაოს გასწოდი, ანუ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, ანუ თუ არ აქვს კანონმდებლობის ეთნებაში შეიძლება კითხვა მაშინ რატო არის საჭირო კანონმდებლობაში, ანუ ის განუმარტოთ, რომ იქ მიტოვებული ავტომობილი, აი ეს ცნება თვითონ არის ძალიან ბუნდოვანი. მაშინ უბრალოდ ორი გარემოება მე ორი სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება ვადასტუროთ, რომ არ აქვს გადაყვანის უფლება, მაგრამ გაუგებრობას და კამათს და დისკუსიას იწვევს ჩანაწერი მიტოვებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ნიშნავს მიტოვებული. მიტოვებულის განმარტებას ჩვენ ასე ვთქვათ ცივილისტების სამოქალაქო კოდექსიდან ამოვდივარ და სამოქალაქო კოდექსი ზუსტად განმარტავს რა არის მიტოვებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რას ნიშნავს ქონების მიტოვება და შესაბამისად, როდესაც 2-3 წუთით ან 5 წუთით ან 10 წუთით გადმოდის მფლობელი, შედის მაღაზიაში და გამოდის და მანქანა არ ხვდება, ეს არ ნიშნავს სამოქალაქო სამართლის ენაზე ქონების მიტოვებას. სწორედ ამას იყენებენ ბოროტად City Park-ი როგორც ორგანიზაცია და უაპელაციოდ მიიღავს თვითმფრინავის საკითხება და პლუს ითხოვენ კიდევ დამატებით იმ 60 ლარის გადახდას იმ დაცული ავტოსადგომის, ასე ვთქვათ, ავტოსადგომზე დაყენებისა და შენახვისათვის. ახლა რაც შეეხება იმას, სასამართლომ გაიზიარა ძირითადი არგუმენტები, რომ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება, თუმცა დღეს საქმე იხილება სააპელაციო სასამართლოში და აქედან გამომდინარე ჯერ ვერ ვიტყვით საბოლოო გადაწყვეტილება როგორ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო სწორად გაიზიარებს დღეს არსებულ ჩანაწერს, ბუნდოვანს, რომელიც დაკორექტირება საჭიროებს და ბატონმა ზვიადის, ასე ვთქვათ, მცდელობა სწორედ ის არის, რომ ამ ბუნდოვანებაში უფრო სიცხადე გამოვკვეთოთ და ისე იყოს ჩამოყალიბებული ნორმა, რომ არ იყოს გაუგებრობა და ყველა მიცოდეს თავისი უფლებები და თავისი მოვალეობები, ხოლო იმ პირობებში, როდესაც დღეს კანონმდებლობაში ეს ასე ვთქვათ გაუგებრობაა და ცოტა ასე ვთქვათ ბუნდოვანებაა, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაინც შეიძლება იურისტებისათვის გასაგები იყოს და იურისტები სწორად უნდა კითხულობდნენ და განმარტავდნენ ამ კანონს და თუ დღეს იურისტები წაიკითხავენ, ნახავენ, რომ City Park-ს საერთოდ ავტომანქანისათვის ხელისხლების უფლება არ აქვს დღეს მოქმედი ამ ჩანაწერიდანაც. დღეს ბევრი თავს იკავებს, მაგალითად, 60 ლარი მიაჩნია, რომ შეიძლება ის თანხა არ არის გამო, შეიძლება სასამართლოში წავიდეს, იქ ბაჟი უნდა გადაიხადოს, შეიძლება ზოგიერთმა ადვოკატის ხარჯიც არ ითქვას, ანუ ბევრი თავის სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ინიციატივას არიჩენს და აი ამ უმსგავსობის წინააღმდეგ არ გამოდის. ახლა მე როგორც ადვოკატმა გადავწყვიტე, რომ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ მებრძოლა და ამიტომ ბუნებრივი ადვოკატის ხარჯი ახლა ჩემი მხრიდან დაზოგილი იყო, თვითონ ადვოკატი ვარ და ამიტომ მე გადავიხადე ის სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ასე ვთქვათ, დააკისრა City Park-ს და თუ ასე ვთქვათ, ბევრი გამოიჩენს სამოქალაქო ინიციატივას და შეუტევენ სამართლებრივად, მე გულისხმობ სამართლებრივად City Park-ს და არ დაეზარებათ 60 ლარის, 120 თუ 180 ლარის გამო საქმის აღძვრა სასამართლოში და ადვოკატის დაქირავება იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მოგების შემთხვევაში ადვოკატის გასამსჯელოც და ბაჟიც უკან უბრუნდებათ, პლუს კიდევ დამატებით ის თანხა, რაც უკანონოდ გადაახდევნეს, მე მგონი აი ეს ასეთმა მოძრაობამ და ასეთმა აქტიურობამ საბოლოოდ სამართლებრივად წელში უნდა გატეხოს City Park-ი, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობითაც უნდა მოუაროთ ამ პრობლემას.
ბატონო. ხო, ანუ იურისტებისათვის გასაგებად არის და ანუ თუ იურისტი განსაკუთრებით ცივილისტი წაიკითხავს ამ კანონს, მისთვის გასაგებია, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქისათვის შეიძლება გაუგებარი იყოს და ზუსტად ამით მანიპულირებენ City Park-ის ეს ორგანიზაცია, რომ ისინი ჩვეულებრივ მოქალაქეებზე აგებენ თავიანთ ამ პოლიტიკას და ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ უიმე კანონში შეიძლება ასეთი ჩანაწერია და ვერ განმარტავს სწორად, ის ეგუება ამ სიტუაციას და აღარ ასაჩივრებს იმ 60 ლარიანს თუ ასე ვთქვათ ორმა გადაყვანას თუ სამჯერ გადაყვანას. ამას ვამბობ, თორე ჩემთვის იურისტისათვის პირადად გასაგებია და სასამართლომაც, რომელიც არის სასამართლომაც იურიდიულად გაიზიარა ეს არგუმენტი. იმიტომ დამიკმაყოფილა სარჩელი, თორე რო არ ყოფილიყო კანონში ასეთი ჩანაწერი, სასამართლო ხო არ დააკმაყოფილებდა. თან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ საპატრულო ეკიპაჟს და ამ კანონის მიცვლილებების შედეგად ამ კანონპროექტის საპატრულო ეკიპაჟს ეკრიბა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ესათვის ავტომობილი გადავიდეს თუ არა და არა City Park. აი ეს მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რა თქვენ თქვით. აქ ერთი მნიშვნელოვანია, რომ City Park-ი არის კერძო სამართლებრივი სუბიექტი. ის არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც ამ ხელშეკრულებით მიანიჭეს გარკვეული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების უფლება, კერძოდ დელეგირება მოახდინეს თბილისში, თქვათ, რაღაც გარკვეული ესე იგი პარკირების წესების რეგულირება მიანდეს, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, ეს არის წესით მერის კომპეტენცია, მერის სამსახური უნდა ასრულებდეს და მერის სამსახური თუ სწორად შეასრულებს, ის სწორედ საპატრულო პოლიციასთან ერთობლივად უნდა ახორციელებდეს ამ პოლიტიკას. არ შეიძლება რომელიღაცა შეპესემ ისე რომ ასე ვთქვათ, ჯერ ისე შეპესე, რომელიც არღვევს კანონს, მოკიდოს ხელი ჩემს ქონებას, ჩემს საკუთრებას და გადაიყვანოს სადღაც სხვაგან. ამიტომ არ შეიძლება შეპესეს კერძო სუბიექტს მივანიჭოთ საკუთრების დროებითი ჩამორთმევისა და შეზღუდის უფლება. აი ეს არის არსებითი. დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, ანუ სულად გაიზია. დააკისრა. არა. გეტყვით. 60 ლარი ხო არის თქვენი ზიანი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რომ წამოიყვანოთ მანქანა. ანუ მე 3 წლის განმავლობაში ნახე ორჯერ გადაყვანები, ანუ 60, 120 ლარი გადახდილი მქონდა. ეს 120 ლარი მოვითხოვე და პლუს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. ანუ 220 ლარი დააკისრა სასამართლომ City Park-ს, რომ დამიბრუნოს მე როგორც დაზარალებული. პირველი ინსტანცია, იცით რა, თავიდან იყო რაღაც განჯადობის საკითხი, რომელიც სასამართლოს უნდა განეხილა, ანუ ადმინისტრაციულ სამოქალაქოს, ამიტომ ადმინისტრაციულიდან ჯერ დაბრუნდა სამოქალაქოში და თუ გავითვალისწინეთ პირველი საჩივარი როდის შევიდა, სადღაც 6 თვის თავზე დამთავრდა პირველი ინსტანცია. ხო, ნუ ჩვენთან ჯერჯერობით ამათა წარმოება სწრაფად მიმდინარეობს სამოქალაქო განსაკუთრებით. ყველას ეკნებოდა, რა თქმა უნდა. მაგით სარგებლობენ სწორედ. აი, მაგით სარგებლობენ. ხო, და ეს კანონმდებლობით უკვე რო აღარ იქნება, ამას ვარ ეგულირებ. იცით რა? ადვოკატი უნდა იყონოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენ ვიღაცას სესხი მიეცით და სესხი არ დაგიბრუნებთ. პირობითად ვთქვათ, 500 ლარი არ დაგიბრუნდეს. 500 ლარზეც ხო იგივე პროცედურები უნდა გაიაროთ. მაშინ შეგირჩენიათ, ხო, თუ ვთქვათ 500 ლარზე არ წახვალთ, ეს იმის გამო რომ მაგრამ ბოლოში შედეგი ხო დადგება. ბოლოში ხო სასამართლო მაინც დააკისრებს ვიღაცას 500 ლარს, ხო? აქაც იგივე სიტუაციაა ახლა. 60 ლარზე წახვალთ თუ 120 ლარზე თუ სათახაზე. მე რამდენადაც გამომწვეველი არ გამოსულა, მაგრამ ერთი მახსოვს, უпростоრად სარჩელი არ იყო სწორად აგებული და იმის წინააღმდეგ გამოვიდა, ანუ არ დაუკმაყოფილი სარჩელი, თორე ვინც სწორად მიაწოდებს სასამართლოს. ხო, ამაზეა დამოკიდებული სწორად. მე ორი შემთხვევა მქონდა და ორივე დავინასხავდი.
არა, უყურეთ, მე დავაყენე იქ, სადაც ნიშანია, სადაც ეწერა, რომ პარკირების წესებს ვარღვევდი, ანუ მე ხელს არ უშლიდი, შესასვლელს არ ვკეტავდი, უბრალოდ ცოტა გავცდი ამ იმას შემოხაზებს, სადაც ნიშანი იყო. მე ვამბობ, რომ მე ადმინისტრაციული სამართალ დარღვევად ჩავიდინე 10 ლარით ხო დამაჯარიმე, სადღა მიყავს მანქანა. აი ეს მომენტია, მანქანა არ უნდა წაიყვანათ, თორე მე დავარღვიე. არ იყოს სწორი მეუღებელი. აი ხლა მე თქვენს ადგილას ხო თქვათ, ამას მოვითხოვდი განმარტებას, რას ნიშნავს 24 საათიანი, რატომ აძლევ ასეთ განმარტებას. მაგრამ აი თუ ამასაც აინაზღაურებთ, მაშინ აქვს აზრი, იმიტომ რომ ამას მოქალაქეობრივი ისა აქტივობა სხვა რაში გამოიხატება. აი მაგ გეტყვით მაგაზე რა ხდება? ეხლა რა ხდება? ანუ მე პირადად ჩემ თავზე რაც გამოვცადე, მე თავიდან ვერ შემამჩნევ რომ ჩემი მანქანა დაზარალდა. ანუ დახეთქების. დაახეთქეს, ნუ დახეთქება შეიძლება ზემოდან კი არ დაუშვეს, მაგრამ ნუ პატარა მონაკოთი შეიძლება ხო, პატარა ადგილი. ჩიბუხი ამოვარდა, ის თავიდან ვერ შევნიშნე რა, და მე ნენელა გზაში ტახომეტრის ის ჩამოვიდა რა, და იყო მანქანა რუსულ სიტყვას ვიყავი, ჯორგანიები დაიწყო რა, ანუ მე მივხვდი რომ ამის ბრალი იყო და ეხლა როგორ ხდება იქ ხელს გაწერინებთ შენ ნუ აი ჩაიბარეს მანქანა ვიზუალურად ათვალიერებ იქ ვინ ჩაუტარებს მანქანას დიაგნოსტიკას და ექსპერტიზას ხო ანუ ვიზუალურად შენ შეხედავ არაფერი არ არის და კი ბატონო ჩავიბარე მანქანას სულ ტესტში ხო ნუ არ უნდა ჩაიბარო აი მაგითიც სარგებლობენ ეხლა ვის აქვს იმის თავი მოიყვანე იცით რა უნდა თქვათ ის კი ბატონო, შეგიძლიათ იმ ხელმოწერის დროს მიანიშნოთ, რომ ვიტოვებ პრეტენზიის უფლებას, ან რაღაცა სიტყვა ჩაუგდოთ. ხო, ჩვენ თვითონ ვწერთ ამას. მე მაგალითად ასე ვაკეთებ ყოველთვის. ნუ ორჯერ სამჯერ იყოს გადაყვანილი ჩემი მანქანა. ყოველთვის წერ რომ ვიტოვებ პრეტენზიის უფლებას, ან მომავალში წარმოვადგენ პრეტენზიას. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგიძლიათ დაწეროთ. კი ბატონო, აი, დიდი მადლობა.